არსებობს ადგილები მზის სისტემაში, რომლებიც ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული ჩანს, მაგრამ სინამდვილეში სრულიად გიჟურია. ტიტანი სატურნის ჩვენთვის ცნობილ 274 მთვარეთაგან ერთ-ერთია და სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება. მთვარე, რომელიც მერკურის პლანეტაზე დიდია, აქვს სქელი ატმოსფერო, ტბები, მდინარეები და წვიმა, დიუნები და სანაპირო ზოლები. მხოლოდ ის განსხვავებაა, რომ ეს ყველაფერი წყლისგან კი არა, არამედ თხევადი მეთამისა და ეთამისგან შედგება. თუ უნდა ვეძებოთ ადგილი, რომელიც ყველაზე ნაკლებად გავს კოსმოსში მკვდარ-კლდეს, ტიტანი ერთ-ერთი პირველი იქნებოდა. და სწორედ იქ სურს NASA-ს დაჯდომა, არა როვერით ან კლასიკური ზონდით, არამედ რაღაცით, რაც უფრო სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმს გავს. ფრინავი ატომური ვერტმფრენით სახელად Dragonfly. ჩემი სახელია სირვანი და ეს არის მარსის ქრონიკები. მაგრამ დავიწყოთ თავიდან. საერთოდ რა არის Dragonfly? ეს ზონდი არის დაგეგმილი NASA-ს მისია New Frontiers პროგრამის ფარგლებში. იგივე მისიის კლასში, როგორც New Horizons-ი ან Juno. ესენი პატარა ზონდები არ არის, ესენი საშუალო კლასის ნამდვილი ფლაგმანური მისიებია. ოფიციალური გეგმა ასე გამოიყურება. გაშვება ამჟამად დაგეგმილია 2028 წლის შუა პერიოდში და ბირთვული ძრავით მომუშავე ვერტმფრენი უნდა ჩაფრინდეს 6 წლის შემდეგ, 2034 წელს სატურნის მთვარეზე. დიახ, სწორად გაიგეთ. 6 წელი ფრენაში. რადგან ტიტანი ძალიან შორსაა, ძალიან შორს. და როცა Dragonfly იქ ჩავა, უბრალოდ არ დაეშვება და არ გაჩერდება. ის იფრენს, ისევ და ისევ, ერთი ადგილიდან მეორეში. როგორც ავტონომიური სამეცნიერო კვლევითი ვერტმფრენი უცხო ციური სხეულზე. ამ იდეის მთავარი არსი გენიალურად მარტივია. ტიტანი ძალიან დიდია, ძალიან მრავალფეროვანია, ძალიან საინტერესოა იმისთვის, რომ მხოლოდ ერთ წერტილში გამოიკვლიო. კლასიკური როვერი იქ ძალიან შეზღუდული იქნებოდა. ორბიტერი ბევრს ხედავს, მაგრამ ვერაფერს ეხება. ამიტომ NASA-მ სულიად ახალი რამ შეიმუშავა, ზონდი 8 როტორით. ბირთვული გენერატორით მომუშავე, რომელიც დრონისა და მინი კოსმოსური ხომალდის ნაზავს გავს და ზედაპირზე ხტუნაობს. ფრენიდან ფრენამდე, დასაჯდომი ადგილიდან დასაჯდომ ადგილამდე, კილომეტრიდან კილომეტრამდე. დაწერეთ კომენტარებში თუ იცით, რომელი ვერტმფრენი იყო პირველი, რომელმაც დედამიწის გარდა სხვა ციურ სხეულზე იფრინა. Google-ის გარეშე. მაგრამ რატომ აინც და მაინც ტიტანი? რა ხდის ამ მთვარეს ასე განსაკუთრებულს, რომ NASA-მ მზად არის მილიარდობით დოლარი და 10 წლეულების შრომა ჩადოს? ამ კითხვაზე მოკლე პასუხი საკმაოდ არაინტუიციურია და ასეთია. ტიტანი შეიძლება იყოს ყველაზე დედამიწის მსგავსი ადგილი მზის სისტემაში, დედამიწის გარდა. მას აქვს სქელი ატმოსფერო ძირითადად აზოტისგან, ზუსტად ისე როგორც დედამიწას. მას აქვს ამინდი, მდინარეები, ტბები და წვიმა. უბრალოდ ეს წყალი კი არა, არამედ თხევადი ნახშირწყალბადებია. და რაც მთავარია, ტიტანი გიგანტური, ბუნებრივი ქიმიური ქარხანაა. მის ზედაპირზე და ატმოსფეროში ქიმიური პროცესები მიმდინარეობს, რომლებიც ძალიან გავს ადრეულ დედამიწას, იმ პერიოდს, სანამ აქ სიცოცხლე გაჩნდებოდა. ბევრი მეცნიერი ამიტომაც ფიქრობს, თუ გვინდა გავიგოთ, როგორ შეიძლება უბრალო ქიმიიდან ოდესმე ბიოლოგია ჩამოყალიბდეს, მაშინ ეს მთვარე ერთ-ერთი საუკეთესო ლაბორატორია, რომელსაც ბუნება გვთავაზობს. მოკლედ რო ვთქვათ, მარსი საინტერესოა, რადგან ოდესღაც დედამიწას გავდა. ევროპა და ენცელადეკი საინტერესოა, რადგან დღეს ყინულის ქვეშ ოკეანეები აქვთ. ტიტანი საინტერესოა, რადგან შეიძლება გვაჩვენოს, როგორ შეიძლება საერთოდ წარმოიშვას სიცოცხლე. მაგრამ სრულიად განსხვავებულ ქიმიურ გარემოში. და სწორედ ამიტომ, იქ უბრალო კამერიანი ზონდი საკმარისი არ არის, საჭიროა მისი პირდაპირი გამოკვლევა. ნიადაგი, დიუნები, ორდანული ნალექები და ქიმია. და ეს ისევ Dragonfly-ზე გვაბრუნებს. ტიტანი ასევე იდეალური ადგილია საფრენი მისიისთვის, რადგან იქ პირობები თითქმის იდეალურია. ტიტანზე მიზიდულობის ძალა მხოლოდ დაახლოებით 14%-ია დედამიწის მიზიდულობის ძალისგან. ამავდროულად ატმოსფერო უფრო მკვრივია ვიდრე დედამიწაზე. ეს ნიშნავს დიდი ამწეობა და მცირე წონა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბევრად ნაკლები ენერგია საჭირო, რომ იგივე მანძილი დაფარო, როგორც აქ, დედამიწაზე ან მარსზე. ვერტმფრენი, რომელიც დედამიწაზე ძლივს დაფრინავს. ტიტანზე მოულოდნელად უკიდურესად ეფექტიანი იქნებოდა. ზუსტად ეს ფიზიკური დამთხევა ხდის Dragonfly-ს საერთოდ შესაძლებელს. შეიძლება ითქვას, რომ ტიტანი არის ნებისმიერი ინჟინრის ოცნება, რომელიც მზის სისტემაში დრონის აშენებასა და ფრენას აპირებს და NASA ამას სრულად იყენებს.
რას უნდა შეისწავლოს ზუსტად Dragonfly-მ? რა ინსტრუმენტები აქვს ბორტზე? როგორ წარიმართება მისია კონკრეტულად და რატომ შეიძლება ტიტანმა მოქცეს მინიშნებები ეგზოტიკურ სიცოცხლეზე? ამას ახლა ერთად ვნახავთ. ზუსტად რა უნდა გააკეთოს Dragonfly-მ, როცა 2034 წელს ტიტანზე ჩავა? რადგან უბრალოდ ფრეიმა და ფოტოების გადაღება მილიარდიან მისიას ცოტა არ იყოს, არ ეყოფა. მისიას სამი მთავარი სამეცნიერო ძირითადი მიზანი აქვს. პირველი, Die chemische Zusammensetzung. ტიტანი დაფარულია ორგანული მოლეკულებით, ანუ ნახშირბადოვანი ნაერთებით, რომლებიც თავისი სირთულით ნაწილობრივ იმ ქიმიას მოგვაგონებს, რომლისგანაც დედამიწაზე სიცოცხლე წარმოიშვა. Dragonfly-მ სწორედ ამ ნივთიერებების ანალიზი უნდა ჩაატაროს. არა ორბიტიდან, არა შორიდან, არამედ პირდაპირ ადგილზე. ის დაეშვება, აიღებს ნიმუშებს ქვიშიდან, ქანებიდან ან გატინული ნალექებიდან და შეისწავლის მათ ბორტ ლაბორატორიაში. ცენტრალური კითხვა ასეთია: რამდენად რთულია ტიტანის ორგანული ქიმია სინამდვილეში? იქ შეიძლება არსებობდეს მოლეკულებიც კი, რომლებიც ბიოლოგიური პროცესების წინამორბედებად ითვლება. მეორეც, ტიტანის გეოლოგიური ისტორიის გაშიფრა. თვარე რადარის გამოსახულებებზე წარმოუდგენლად მრავალფეროვანი ჩას. არსებობს დიუნების ველები, დინარის კალაპოტები, სავარაუდო ყინულის ვულკანები, მეთამისა და ეთამის ტბები და უზარმაზარი ველები, რომლებიც სავარაუდოდ ასევე შედგება გაყინული ორგანული ნალექებისგან. Dragonfly სხვადასხვა რეგიონში გადაფრინდება, შეადარებს მათ და შეეცდება შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემას. ამ ლანდშაფტები ახალგაზრდა თუ ძველი? რამდენად აქტიურია ტიტანი დღეს? და არსებობს თუ არა გეოლოგიური, ანუ ტიტანოლოგიური პროცესები, რომლებიც შესაძლოა მასალას შიგმიდან ზედაპირზე ამოიტანე. ეს ყველაფერი ტიტანს არა მხოლოდ ეგზოტიკურ მთვარედ გვაჩვენებს, არამედ როგორც კომპლექსურ და დინამიკურ სამყაროს. და მესამეც, ალბათ ყველაზე საინტერესო მიზანი. მისიამ უნდა გაარკვიოს, ტიტანი ქმნის თუ არა ისეთ პირობებს, რომლებიც თეორიულად სიცოცხლისთვის ხელსაყრელი შეიძლება იყოს. და არა ისეთი სიცოცხლისთვის, როგორც ჩვენ ვიცით, არამედ სრულიად განსხვავებული, ქიმიაზე დაფუძნებული სიცოცხლის ფორმებისთვის. რადგან ტიტანი იმდენად ცივია, რომ იქ წყალი ქვასავით მყარია. ცხოვრება ტიტანზე, თუ ასეთი რამ საერთოდ არსებობს, სრულიად სხვანაირად უნდა ფუნქციონირებდეს, ვიდრე ჩვენამდე ცნობილი სიცოცხლე. Dragonfly სწორედ ამიტომ ეძებს პრებიოტულ პროცესებს, ქიმიურ რეაქციებს, რომლებიც შეიძლება ბიოლოგიისკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდეს. საუბარი არ არის პატარა მწვანე ტიტანელების პოვნაზე, არამედ იმაზე, რომ გავიგოთ, შეუძლია თუ არა ბუნებას სრულიად უცხო პირობებშიც კი სიცოცხლისკენ მიმავალი გზების პოვნა. თუმცა მწვანე ტიტანელების არსებობის შესაძლებლობაც არ უნდა გამოვიწყოთ. იმისთვის, რომ ეს მიზნები მიღწევადი იყოს, Dragonfly-ის ბორტზე მთელი რიგი მაღალსპეციალიზებული ინსტრუმენტები აქვს. თავარი ნაწილი კი კომპაქტური ქიმიური ანალიზის ლაბორატორიაა. ინსტრუმენტი სახელად JMS. ეს ნიშნავს Dragonfly Mass Spectrometers, ანუ Mass Spectrometers. ამით ზონდი შეძლებს ნიმუშების გათბობას, აორთქლებას და მათი მოლეკულური შემადგენლობის უკიდურესად ზუსტ განსაზღვრას. პრინციპში ეს არის პატარა ქიმიური ლაბორატორია 8 როტორზე, ან 8 როტორს შორის. ამას ემატება გამოსხივებისა და ნეიტრონების სპექტრომეტრი, რომლის მეშვეობითაც ნიადაგის ელემენტური შემადგენლობა იზომება. ანუ, საერთოდ, რისგან შედგება ქვედა ფენა. არსებობს კამერები ნავიგაციისა და მეცნიერებისთვის, მეტეოროლოგიური სენსორები ქარისა და ამინდისთვის, სეისმური და გეოფიზიკური ინსტრუმენტები და, რა თქმა უნდა, ნიმუშების აღების სისტემა. Dragonfly ამ შემთხვევაში ნაკლებად არის კამერიანი დრონი და უფრო მეტად წარმოადგენს მფრინავ როვერს ლაბორატორიით. მაგრამ როგორ მიმდინარეობს ასეთი მისია პრაქტიკულად? ეს ენერგეტიკულად მეტისმეტად მომთხოვნი იქნებოდა, თუნდაც მკვრივ ატმოსფეროში. ამის ნაცვლად ყველაფერი ეტაპობრივად მუშაობს. ზონდი შერჩეულ ადგილზე ეშვება, იქ რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში ატარებს გაზომვებს, აგროვებს მონაცემებს და როცა ყველაფერი დასრულდება, ისევ აფრინდება და შემდეგ მიზანთან მიფრინავს. თითოეული ფრენა მხოლოდ რამდენიმე კილომეტრი იქნება, მაგრამ მთელი მისიის განმავლობაში ასე უზარმაზარი მანძილი დაგროვდება. მიმდინარე გეგმის მიხედვით, Dragonfly ტიტანზე ჯამში ასობით კილომეტრის დაფარვას შეძლებს. რაღაც, რაც კლასიკური როვერისთვის სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა. Dragonfly-ის დასაფრენი მასა დაახლოებით 450 კილოგრამია. ტიტანზე Dragonfly ისე იგრძნობა, თითქოს მხოლოდ 58.5 კილოს იწონიდეს. და სწორედ აქ ხდება ფიზიკის თვალსაზრისით მართლაც საინტერესო. რადგან ეს მცირე წონა იმასაც ნიშნავს, რომ Dragonfly-ის ტიტანზე მხოლოდ 13% იმ ბიძგისა სჭირდება, რაც დედამიწაზე დასჭირდებოდა.
ამიტომ როტორებს ასაფრენად გაცილებით ნაკლები ამწევი ძალის შექმნა უწევთ. ამავე დროს ტიტანის ატმოსფერო დაახლოებით 4-ჯერ უფრო მკვრივია ვიდრე დედამიწის. ეს ნიშნავს, რომ თითოეული კვადრატული მეტრი როტორის ზედაპირი იქ ბევრად მეტ ამწევობას იძლევა ვიდრე აქ ჩვენთან. ნაკლები მიზიდულობა და მეტი ჰაერის სიმკვრივე. ეს თითქმის იდეალური კომბინაცია ფრენისთვის. პრინციპში ტიტანი ნამდვილი ფრენის სამოთხეა. მარსზე კი პირიქითა, რადგან ატმოსფერო უკიდურესად განზავებულია. ამიტომ ინგენუიტის უზარმაზარი როტორები და ძალიან მაღალი ბრუნვის სიჩქარეები სჭირდება. Dragonfly-ს კი შედარებით კომპაქტური როტორები, ზომიერი ბრუნვის სიჩქარე და გაცილებით ნაკლები ენერგია ყოფრის. მისი ტიტანისთვის განკუთვნილ დიზაინით დედამიწაზე ალბათ ვერც კი აფრინდებოდა, მაგრამ ტიტანზე ის იდეალურ კვლევით აპარატად იქცევა. მეტი სიმკვრივე ნიშნავს მეტ საწინააღმდეგო მასას, რომელსაც შეგიძლია დააწვე. სწორედ ამიტომ შეუძლია ადამიანს შედარებით მარტივად წყალში ტივტივი, ხოლო ჰაერში პრაქტიკულად შეუძლებელია. როტორები ამის გამო უკიდურესად ეფექტიანი ხდება. ეს წარმოუდგენლად მომხიბვლელია ჩემთვის და სწორედ ამიტომ ვსაუბრობ ამაზე ასე ბევრს. ენერგიის წყაროთ აქ არ გამოიყენება მზის პანელი. ტიტანზე ეს უაზრობა იქნებოდა. ძალიან ცოტა მზის სინათლეა. Dragonfly ამ მიზეზით იყენებს ბირთვულ რადიოიზოტოპულ გენერატორს, როგორც Curiosity ან Perseverance Marsზე. ეს გენერატორი მრავალი წლის განმავლობაში საიმედოდ აწვდის ელექტროენერგიასა და სითბოს და მისიის დამოუკიდებელს ხდის დღის დროისგან, წლის დროისგან ან ამინდისგან. ბირთვული ენერგიის გარეშე პროექტი, როგორიცაა Dragonfly, უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა. განსაკუთრებით საინტერესო საკითხია დაგეგმილი დასაფრენი ადგილი. NASA-მ აერჩია რეგიონის სახელად შანგრილა, დიდი დიუნების ველი, სელკის კრატერთან ახლოს. შანგრილა არის ეს მუქი ლაქა ამ სურათზე. მეცნიერები იქ ვარაუდობენ საინტერესო ნაზავს, ძველი ორგანული ნალექებისა და მასალის, რომელიც ადრეული შეჯახების შედეგად შეიცვალა. მოკლედ, რო ვთქვათ, ეს არის იდეალური ბუნებრივი ლაბორატორია. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, Dragonfly იქნება პირველი მისია ისტორიაში, რომელიც სხვა ციურ სხეულზე მიზან მიმართულად გადაადგილდება ერთი ადგილიდან მეორეზე და აქტიურად იკვლევს სხვადასხვა გარემოს. ეს უბრალოდ კიდევ ერთი ზონდი არ არის, არამედ სრულიად ახალი ტიპის პლანეტარული კვლევაა. და ამით გადავდივართ შემდეგ ნაწილში, ორ დიდ კითხვაზე. რამდენად რეალისტურია ეს ვადები სინამდვილეში და რას ნიშნავს Dragonfly კოსმოსური ფრენების მომავლისთვის, ასევე ტიტანის ფარგლებს გარეთ. ჯერჯერობით Dragonfly ერთ-ერთ იმ მისიას გავს, რომლებზეც უნებურად გიჩნდება კითხვა, რატო არ გაგვიკეთებია ეს უკვე დიდი ხანია. ფრინავი ლაბორატორია ტიტანზე, რომელსაც შეუძლია ასობით კილომეტრის დაფარვა, ქიმიური ანალიზების ჩატარება და სრულიად ახალი სამყაროს შესწავლა. სამეცნიეროდ ეს თითქმის ოცნების პროექტია. მაგრამ სწორედ ამიტომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული მისია, რაც კი NASA-ს ოდესმე დაუწყია. მოდით გადავხედოთ გრაფიკს და რისკებს. ოფიციალურად Dragonfly უნდა გაეშვას 2028 წელს SpaceX-ის Falcon Heavy-ზე. ფრენა სატურნამდე დაახლოებით 6 წელს გასტანს. სატურნის სისტემაში ჩასვლა შესაბამისად 2034 წელს იქნება. ეს შორს ჩანს, მაგრამ კოსმოსური მოგზაურობის დროით ფაქტობრივად ეს ხვალია. რადგან ასეთი მისიისთვის საჭირო ტექნიკა 2 წლით ადრე არ შენდება. მისი განვითარება უკვე სრული სვლით მიმდინარეობს და გრაფიკი საკმაოდ ამბიციურია. Dragonfly არ არის კლასიკური ლენდერი, რომელსაც ერთხელ ტესტავენ, აფუთავენ და უშვებენ. ეს არის რთული საფრენი აპარატი, მოძრავი როტორებით, ავტონომიური ნავიგაციის სისტემებით, მინი ქიმიური ლაბორატორიით, ბირთვული ენერგიის წყაროთი და დასაფრენი ტექნოლოგიით, რომელიც აქამდე არც ერთ სხვა ციურ სხეულზე არ გამოყენებულა. რას ნიშნავს ეს? ამ ტექნოლოგიების უმეტესობა პირველად სწორედ ამ კომბინაციით გამოიყენება და აქედან გამომდინარე არსებობს გარკვეული რისკები. ყველაზე დიდი რისკი არც გაშვებაა და არც ფრენა მზის სისტემაში. ყველაზე დიდი რისკი ის მომენტია, როდესაც Dragonfly პირველად უნდა აფრინდეს ტიტანზე. ჩვენ საუბრობთ ავტონომიურ საფრენ აპარატზე, რომელიც 1,4 მილიარდი კილომეტრის დაშორებით მუშაობს და სიგნალის დაგვიანება 1 საათზე მეტია. თუ რამე არასწორად წავა, ვერავინ ჩაერევა. ამიტომ Dragonfly-მ პრაქტიკულად პატარა რობოტი პილოტივით უნდა იმუშაოს. რელიეფის ამოცნობა, ბარიერების თავიდან აცილება და უსაფრთხო დასაფრენი ადგილების პოვნა. და ეს ყველაფერი სრულიად დამოუკიდებლად. ეს ტექნოლოგიური სიახლეა. ამას ემატება თვითონ გარემო. ტიტანი ფრენისთვის ხელსაყრელია, ატმოსფეროსა და ნაკლებიმები მიზიდულობის გამო, მაგრამ მაინც უკიდურესად უცხოა. -180 გრადუსი ცელსიუსი. უცნობი ნიადაგის სტრუქტურა.
შესაძლო ქარიშხლები, ნისლი, ელექტროსტატიკური ეფექტები და უდაოდ ასევე მოულოდნელი მოვლენები. არავის არასოდეს გამოუცდია ასეთი მანქანა რეალურ ტიტანის პირობებში. ტიტანის გარემოს ხომ უბრალოდ დედამიწაზე ვერ აწყობ. Dragonfly ამ ხრივ გარკვეულწილად რეალურ მუშაობის პროცესში მიმდინარე ექსპერიმენტია. მიუხედავად ამისა, NASA უჩვეულოდ ოპტიმისტურადაა განწყობილი და ამას თავისი მიზეზი აქვს. Dragonfly 10 წლეულების გამოცდილებაზეა დაფუძნებული. კასინიმ ტიტანი ორბიტიდან დააკარტოგრაფია. Huygens-ის ზონდი 2005 წელს წარმატებით დაეშვა ტიტანზე და ატმოსფეროს შესახებ მონაცემები მოგვაწოდა. მარსის ვერტმფრენის მისია Ingenuity მაჩვენა, რომ ავტონომიური საფრენი აპარატები სხვა ციური სხეულების ზედაპირზე რეალისტურია. Dragonfly, ესე ვთქვათ, ლოგიკური, შემდეგი ევოლუციური საფეხურია. და ამით ნათელი ხდება, რატომ არის ეს მისია ესეთი მნიშვნელოვანი. ტიტანი მზის სისტემაში ერთ-ერთი იშვიათი ადგილია, სადაც ქიმია იმდენად კომპლექსურია, რომ ადრეულ დედამიწას მოგვაგონებს. თუ გვინდა გავიგოთ, როგორ ჩნდება ან შეიძლება გაჩნდეს სიცოცხლე, ტიტანი ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი ლაბორატორიაა ჩვენთვის ცნობილთაგან. Dragonfly უბრალოდ კიდევ ერთი ზონდი არ არის. ეს არის მცდელობა მეცნიერების ერთ-ერთ ყველაზე დიდ კითხვაზე პასუხი კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვოთ. რამდენად უნივერსალურია სინამდვილეში სიცოცხლე? თუ Dragonfly მუშაობს, ეს კვლევის სრულიად ახალ კატეგორიას გახსნის. Წარმოიდგინე მფრინავის ზონდები ვენერაზე, ავტონომიური დრონები მარსის ხეობებში, კვლევითი აპარატები ენცელადუსზე ან ევროპაზე, რომლებიც ერთი ადგილიდან მეორეში ხტებიან. Dragonfly შეიძლება გახდეს ახალი მისიების თელითაობის პროტოტიპი. სწორედ ეს ხდის ამ პროექტს ასეთ საინტერესოად. ეს მხოლოდ შორეულ მთვარეზე მოგზაურობა არ არის. ეს არის საცდელი ეტაპი კოსმოსური მოგზაურობის მომავალისთვის. თუ ყველაფერი კარგად წავიდა, 2030-იან წლებში პირველად არა მხოლოდ ვეწვევით უცხო სამყაროს, არამედ რეალურად აქტიურად გამოვიკვლიოთ მას. ადგილიდან ადგილზე, ნიმუშიდან მიმუშზე, ფრენიდან ფრენაზე, დაწერეთ კომენტარებში. გჯერათ, რომ ტიტანზე ოდესმე აღმოვაჩენთ პრებიოტიკური ქიმიის კვალს. თუ ტიტანი მხოლოდ მომხიბვლელი, მაგრამ უსიცოცხლო ლაბორატორია დარჩება, ჩემი სახელია სირვანი და ეს იყო მარსის ქრონიკები. გმადლობთ ყურებისთვის. Per aspera ad astra.